ნოდარ მაჭარაშვილი, გალილეველი მეთევზე, თავი მე-13. ებრაელთა მიწაზე დიდი ეპოქა დასრულდა. ჰეროდე აგრიპას გარდაცვალების შემდეგ პალესტინის მიწამ სიდიადე დაჰკარგა. რომაელთა ლეგიონები და გარნიზონები უფრო ძლევამოსილად დაეპატრონენ ისრაელიანთა სახლს. ფელიქსიც მეტი გაბედულებით აღასრულებდა დაყავიდა იბატონეს პოლიტიკას. მეფის ინსტიტუტი გაუქმდა იუდეაში და მკვდარი ზღვის ნაპირებიდან ხმელთაშუა ზღვის მისადგომების ჩათვლით რომაელები ბატონობდნენ. შევიწროებული და დაჩაგრული ადგილობრივი მოსახლეობა ნელ-ნელა სულ ზღაფავდა. ზელოტებმა ახალი გვირგვინოსანი მოითხოვეს და კეისარმა კლავდიუსმა აგრიპას ძმა ჰეროდე მეორის კანდიდატურა შესთავაზა მათ. ეს შეთავაზება რომაელებისაგან ებრაელი ხალხის დაცინვა უფრო იყო, რადგან ჰეროდე მეორეს მხოლოდ ხალკისიის მმართველის ტიტული ჰქონდა. მის მეფობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტად მიიჩნიეს იმპერატორის კარზე. ქვეყანა განუკითხაობამ და ძარცვა გლეჯამ მოიცვა. უფლებრივად ჰეროდეს ნებადართეს მღვდელთმთავარი დაენიშნა, ხოდა ამანაც არ დაახანა და სინოდის დაუკითხავად ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე იოხანან ბენ ნაბუდაი დასვა. სინოდის ვითომ ახალი ლიდერი ისეთი ღორმუცელა და მექრთამე აღმოჩნდა, რომ მთელი პალესტინის ძარცვა გატყავებას მიჰყო ხელი. ებრაელებს არ სწამდათ პატარა ჰეროდეს რჩეულიერის სულიერი მოძღვრისა და მას სრულ უნდობლობას უცხადებდნენ. არ ითვალისწინებდნენ სინოდის გადაწყვეტილებას, არ დადიოდნენ სოლომონის ტაძარში და არაფრად აგდებდნენ მის მოწოდებებს. ეს ურჩობები ფელიქსსაც აღარ აძლევდა ხელს, რადგან განუკითხაობა მასაც საფრთხეს უქმნიდა. ამასობაში ზელოტთა მოძრაობას სიკარები გამოეყვნენ. სიტყვა სიკა მოკლე ხანჯალს ნიშნავდა. ისინი სამოსელში მალავდნენ ცივ იარაღს და ყოველგვარ დაბრკოლებას დანითა და מחვილით უპირისპირდებოდნენ. სპობდნენ და ანადგურებდნენ ყველას და ყველაფერს. მათი აღიარებული ბელადი ვინმე მენახე იუდეის პროკურატორთან არაჩვეულებრივ ურთიერთობაში იყო. ფელიქსმა გაითვალისწინა, რა სიკართა ძალა ყოველი მათგანი მოისყიდა და მოკრთამა. ზოგზოგიერთი პირად დაცვადაც დააყენა. სიკართა დახმარებით ზელოტთა ლიდერი ელიაზარ ბენ დინაი იგდო ხელთ ფელიქსმა და საქვეყნოდ დამამცირებლად გააროზგვინა. მერე ბორკილასხმული რომში კლავდიუსს გაუგზავნა. იქ ებრაელი პატრიოტი სიკვდილით დასაჯეს. ამის შემდეგ ზელოტები და სიკარები სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ ერთმანეთს. ეს რა თქმა უნდა ისრაელიანთა სახლს ასუსტებდა, ხოლო რომაელთა ძალაუფლებას უფრო განამტკიცებდა პალესტინის მიწაზე. მალე ჰეროდე მეორე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა და მის ნაცვლად ისრაელ იუდეაში რომიდან აგრიპას შვილი აგრიპა უმცროსი გამოგზავნა კეისარმა, თუმცა შთამომავალი მმართველობით, დიპლომატიითა და მამაცობით ახლოსაც ვერ ჩაივლიდა წინაპართან. კლავდიუსის ტახტთან ლეკვივით გაზრდილი აგრიპა რომაელთა მონა იყო და მერე ებრაელთა მეფე. კეისარმა მას საბატონოდ ჩრდილოეთ პალესტინის ოლქები ბოტანეა, ტრაქტონია და პანეა მისცა. თითქოს მის მონარქის სტატუსსაც დათანხმდნენ, მაგრამ ეს ყოველივე
ფორმალობა გახლდათ, რადგან სრული ბატონ პატრონი ებრაელთა მიწისა ჯერ იმპერატორი კლაუდიუსი იყო და მერე პროკურატორი ფელიქსი. სხვათა შორის კლაუდიუსი, რომელიც კალიგულას დროს მუდამ დაცინვის ობიექტად მოიაზრებოდა, სამხედრო თვალსაზრისით შესაშურად წარმატებული აღმოჩნდა. დიდი ბრიტანეთის აუღებელი კუნძული, რომელიც იულიუს კეისარმაც ვერ დაიმორჩილა ბოლომდე, კლაუდიუსის იმპერატორობისას დაპყრობილი იქნა. რომის ტახტის მფარველმა აპენინების ნახევარკუნძულიდან ფლოტი გაუშვა და ზედ ესპანური ლეგიონებიც მიაყოლა. ბრიტანეთის ბრძოლების ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ვესპასიანე გახლდათ. კელტურმა ტომებმა რაღაც პერიოდი წინააღმდეგობა გაუწიეს ქვეყნიერების მმართველებს, მაგრამ დამარცხებას მაინც ვერ გაექცნენ. გამარჯვებიდან რამდენიმე თვეში თავად კლაუდიუსი ჩავიდა ბრიტანეთში და კელტების ერთგულების და ქვეშევრდომობის ფიცი ჩაიბარა. ცოტა ხანში მდინარე ტემზის ნაპირებთან რომაელებმა ქალაქი ლონდონიუმი დააარსეს. მოკლედ აქამდე მოუხელთებელი ბრიტანელი აბორიგენები დამარცხდნენ. კუნძულზე მაშინ კელტური წარმოშობის ძირითადად 3 ტომი სახლობდა. ინგლისში ბრიტები, უელში კიმრები და შოტლანდიელები, რომელიც ვერ დაიმორჩილეს რომაელებმა, რამდენიც 3 აწოწილ მწვანე მთებზე მოინდომეს გადასვლა, იმდენჯერ მარცხი იწვნიეს ჟღალთმიანი პიქტებისაგან. ბოლოს კლაუდიუსმა ბრძანა, შევეშვათ ამ ველურებს და რაც დავიფყარით, ის ვიკმაროთ და შევინარჩუნოთ. მოკლედ ასე იყო თუ ისე, რომაული ლონდონიუმიდან გამარჯვებული იმპერატორი ოქროს დაფნის გვირგვინით დაბრუნდა სამყაროს დედაქალაქში. თელმა იმპერიამ ქედი მოიხარა დიდებული კეისრის წინაშე. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მთელი მსოფლიო მდინარე ტიბრიდან იმართებოდა. წვეულებებზე მართავდა ბრწყინვალებით მოსილი გვირგვინოსანი, ღვინის მასა და ბახუსის ხსენებით ღრეობას საზღვარი აღარ ჰქონდა. ერთდროულად გუგუნებდა სასახლე, ფორუმი და კოლიზიუმი. იმპერატორს ქეიფში აგრიპა მეორეც მუდამ თან ახლდა თავის ებრაული ამალით. სოკოზე გიჟდებოდა კლაუდიუსი, შემწვარსაც და მოხარშულსაც განურჩევლად მიაძღებოდა ხოლმე. ერთხელაც მისმა სასტიკმა და მზაკვარმა ცოლმა კერძს მომზადებისას საწამლავი გაურია, რათა კლაუდიუსის თავიდან მოშორების შემდეგ ტახტზე დაესვა თავისი შვილი ნერონი. ის დედოფალს პირველი ქორწინებიდან მიჰყოლოდა. ჩვეული სიხარბით მიეტანა კეისარი სოკოს, წყლის მიყოლებაც ვერ მოასწრო, რომ საიქიოს გაეგზავნა. მას მოისრა იმპერატორი კლაუდიუსი, გაუმარჯოს იმპერატორ ნერონს. იერუსალიმი ქრისტეს მიმდევრებს უფრო და უფრო ავიწროებდა. იოანე ღვთისმეტყველიღა დარჩენილიყო დავითის ქალაქში. პეტრეს უმცროსი ძმა ანდრია პირველწოდებულის სახელით მისიონერულ მოღვაწეობას განაგრძობდა. საქართველოდან ძლივს გამოღწეულმა ანტიოქიამდე მიაღწია. მერე კუნძულ კვიპროსზე იყო, სადაც წყლის მარაგი გამოელია და კინაღამ წყურვილმა იმსხვერპლა. მაშინ იონას უმცროსი შვილი ხურვალე ლოცვით
იესო ნაზარეველს შეევედრა გადარჩენილიყო. ზღვაში ჩაკარგულ კუნძულზე ისეთ გარემოში აღმოჩნდა თანამგზავრებთან ერთად, რომ სასმელ წყალს ვერსად მიაგნეს. რწმენა გვიშველისო, გარშემო მყოფთ მოუწოდებდა და არ წყვეტდა ღმერთისადმი ვედრებას. უკვე ძალა აღარ შესწევდათ კლდეებით გარემოცული უდაბნოს გადასალახად, მაგრამ მოულოდნელად შუაზე გაპობილ კლდეს მიადგნენ, საიდანაც ანკარა წყარო გადმოჩუხჩუხებდა. ხელები ცისკენ აღაპყრო ანდრიამ და ღმერთს მადლობა უძღვნა გადარჩენისათვის. მერე ყველა იქ შემსწრეს სიამაყით ამცნო, ჩვენმა რწმენამ გვიხსნა სიკვდილისაგანო. კვიპროსიდან ეფესიაში ჩავიდა, იქედან ნიკიაში და თესალონიკამდეც მიაღწია. ბოლოს პართეთში გადაწყვიტა წასულიყო. ქურთისტანის გავლით და გერდოზიას უდაბნოს გადალახვით. ამ უსასრულო გზებს საოცარი დაუღლელობით კვეთდა პირველწოდებული. ყველგან ქადაგებდა, მრევლს იკრებდა და ეკლესიებს აარსებდა. მალე ავღანეთში ჩააღწია, იქიდან კი ახლანდელ ბუხარა სამარყანდშიც დადგა ფეხი, მაშინდელი სოგოდიანი. თუ გაითვალისწინებთ იმდროინდელი აბრეშუმის გზის არსებობას, სავსებით დამაჯერებელია, რომ ანდრია შესწევდა უნარი ამგვარი მანძილები გადაელახა. შემდეგ შვამდინარეთიც განვლო და ეგვიპტეში ამოყო თავი. კაიროს მახლობლად რომელიღაც ქვიშიან სოფელში ძინარე ანდრიას თავისი საყვარელი მოძღვარი გამოეცხადა. ის ხომ იესოს პირველი მოწაფე იყო, მაგიტომაც შეარქვეს პირველწოდებული. სწორედ მან იხილა პირველმა ნაზარეველი მესია და მერე მიიყვანა თავისი უფროსი ძმა მასთან. სიზმარში ქრისტეს თეთრი პერანგი ემოსა და თავს შარავანდედი უნათებდა. ჩემი საყვარელი მოციქული, მეზვერე მათე ეთიოპიის სიახლოვეს გასაჭირშია და შენი დახმარება სჭირდებაო. აფორიაქებულს გაეღვიძა, მოულოდნელი იყო მისთვის დაკისრება ასეთი მისიისა, მაგრამ ბედნიერებად მიიჩნევდა, რომ საძნელო დავალება მოძღვარმა სწორედ მას მიანდო. ნილოსის ნიანგებით სავსე ნაპირთან მივიდა პეტრეს უმცროსი ძმა. წლები გასულიყო უკვე მაცხოვრის ჯვარზე გაყვრიდან, უკვე დაკაცებულ მოციქულს ბავშვობა, წარსული და აწმყო წარმოესახა თვალწინ. ბეთსაიდა და გალილეის ზღვა ზღაპრულ მოგონებად ნათობდა მის მეხსიერებაში. მეთევზე მამა და მფეთქებადი, მაგრამ თავგამოდებით მზრუნველი ძმა პეტრე, საყვარელი დედა. აი სწორედ ეს ადამიანები აკლდა, თანაც იმგვარად და ისე, რომ ხანდახან მათ მონატრებას იესოს რწმენაც ვერ უსებდა ხოლმე. ოჯახს მოწყვეტილმა რატომღაც ყველაზე მეტად ახლა განიცადა სიმარტოვე. მერე ის წუთები დაუდგა თვალწინ შეყვარებულის ძმამ, ჩაქოლვა რომ დაუპირა, ხოლო იქვე სასწაულებრივად გაჩენილმა ხანჯალ შემართულმა პეტრე მიხსნა გაავებულებისაგან. მერე იოანე ნათლისმცემელი და მდინარე იორდანესთან პირველად ხილული იესო გაახსენდა. რამდენი რამე მოხდა ამ წლების განმავლობაში, რამდენჯერ დაატრიალა ქარმა, წაღმა, უკუღმა, ბედის ბორბალი. ახლა ნილოსის ნაპირებთან რომ გაჩერებულიყო და
ახალი თავგადასავლებისათვის ამზადებდა მას. ყოველთვის მარტო იყო ანდრია. პეტრეს მუდამ მოწაფეები ეხვივნენ გარს. მასთან არ წყდებოდა ხალხის ნაკადი და მრევლიც გულისყურით უსმენდა გალილეველი მეთევზის ქადაგებას. ანდრია კი ხან ერთ ქვეყანაში დაეხეტებოდა, ხან მეორეში. არც ცოლი ხოლია ოდესმე და არც შვილი შესძენია. უმცროსი ძმისაგან განსხვავებით პეტრეს ოჯახური სიამე და თბილი კერა მაინც განეცადა. ანდრია კი ალბათ უძიროდ გვარის გამგრძელებლის გარეშე დაასრულებდა სიცოცხლეს. მხოლოდ ორად ორი რამ, რწმენა და იესოს სიყვარული იყვნენ მისი თანამგზავრნი. შეიძლება საკმარისიცაა ეს ყოველივე მიზან დასახულისათვის, მაგრამ შინაურის თანადგომას მაინც წყურვალივით ნატრობდა ადამიანი. ნილოსზე არაბი მეტივეებისაგან დიდი ნავი შეიძინა რომაული მონეტებით. შავკანიანი ზაჰა ახლდა ქრისტეს პირველ მოწაფეს. დანარჩენები გზადაგზა შემოეცალნენ მოციქულს. ზოგი სნეულებამ იმსხვერპლა, ზოგი ცოლშვილს დაუბრუნდა, ზოგი კლდიდან გადაიჩეხა და ზოგიც უბრალოდ გადაიღალა დაუსრულებელ გზებზე სიარულისაგან. ერთგულ მისიონერად მხოლოდ ზაჰა შერჩენოდა. არაბმა მეტივეებმა ბაობაბის ხისგან გამოთლილი ნავი გადასცეს ანდრიას. იალქნიანი მცირე ხომალდი მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. ყრივად და ლამაზად შეკრული ხის გემბანი შესაშური სიზუსტით დაემზადებინათ. მეზვერე მათეს კენჭისყრის შედეგად სპარსეთი და ეთიოპია შეხვედროდა საქადაგებლად. ამ ქვეყნებში მოგზაურობის შემდეგ ეთიოპიის სამხრეთით ანტროპოფაგების კაციჭამნიების მხარეში უწევდა ჩასვლა. იქ ქალაქ მერმენში შეჩერებულა და იესოს მოძღვრების სწავლება დაუწყია მოქალაქეებისათვის. ეს ადგილი იყო დიდი ტბების ტერიტორიასთან, სადღაც უგანდა რუანდას მახლობლად. ფათერაკები და საშინელი თავგადასავლები არ აკლდა ანდრიას, მაგრამ ახლა განსაკუთრებით სახიფათო გზას უნდა დასდგომოდა. ზაჰასთან ერთად ნილოსის ყავისფერ ტალღებში ნავით შესცურა და ქვემოთ სამხრეთისკენ გაუყვა. ტბებისკენ ეძიე მათეო, სიზმარში აკვალიანებდა იესო. თავიდან მშვიდად მიაპოვდნენ წყალს, მაგრამ ორ დღეში ისეთი ქარი ამოვარდა, თავდადებული მისიონერები კინაღამ დინარის ფსკერზე აღმოჩნდნენ. ნილოსში გადაცვენა და ნიანგის ხახაში მოხვედრა ერთი იქნებოდა. ზაჰამ ლოცვა დაიწყო, ხოლო ანდრია ხომალდის საჭეს ჩაეჭიდა, რომ წონასწორობა შეენარჩუნებინა. უცებ უშველებელმა ტალღამ იალქნის ბოძი მოტეხა, რომელიც ნავის კიდეს დაეცა და კუთხე ჩამოამტრია. მოდი, ბოძი გადამაგდებინე, თორე ჩავიძირებით, დაუყვირა მეგობარს ანდრიამ. ზაჰა დროულად მიეშველა და მომგრეული იალქანი ნილოსში მოისროლეს. ღმერთის იმედად დარჩენილი მოციქულები დინარის დინებას ალალბედზე მიხვებოდნენ. ლამის ტივად ქცეული მცირე ხომალდი სასწაულებრივად არ იძირებოდა და ნელ-ნელა მაინც წინ მიიწევდა. გზავრების შეუფერხებლობას იმანად შეუწყო ხელი, რომ ჭექა-ქუხილ ღელვას მზიანი დარები მოჰყვა. თუმცა ტალღების ნაცვლად
დამაბრკოლებელი უკვე საჭმლის მარაგის ამოწურვა ხდებოდა. როგორც იქნა თეთრი ნილოსის შენაკადამდე მიაღწიეს და მობუტუს ტბამდე მივიდნენ. დამშეულები და ღონე დაშრეტილნი ძლივს გავიდნენ ნაპირზე ნაფოტად ქცეული ნავიდან. ეგვიპტიდან წამოღებული מחვილები მოიმარჯვეს და ჯუნგლებში გასასვლელად ბამბუკებისა და პალმების ჩეხვას მიჰყვეს ხელი. ჯერ ერთი სულიერიც ვერ სადნახეს. გზადაგზა ბანანებს და ქოქოსებს ჭამდნენ, რაც აღონიერებდათ ქრისტეს მეომრებს. აქ აფრიკულ ტახტზეც უნადირიათ და კოცონის ნაკვერჩხალზე წვადით შეუწვავთ. ქალაქ მირმენში რომ შევიდნენ, ბადრიჯანივით შავკანიანი კაცი ჭამიები გააფთრებული თვალებით უცქეროდნენ ახლად მოსულებს. ვიღაც გამხდარი მენახირე შეხვედრიათ, ორ სიტყვა ლათინურს რომ აბამდა. მათეს ვეძებთო მოციქულებმა რომ უთხრეს, მენახირემ შუბლი შეიჭმუხნა. მერე თავი მოიფხანა ჩაფიქრებულმა და ჩურჩულით გაანდო მათ. მათე უკაცრიელ მთაზე ავიდა, რადგან მირმენის მეფე ფუბლიანე მოსაკლავად დასდევდა. სად არის ეგ მთა? ჩაეძია ჰაზა. მენახირე მარჯვენა მხარეს შებრუნდა. თითი ცამდე აწოწილი და ჯუნგლებით დაფარული მაღალი ადგილისაკენ გაიშვირა. გასაგებია კეთილო კაცო, უფალი გფარავდეს. დალოცა ანდრიამ და ორივენი მითითებული ადგილისაკენ გაეშურნენ. კვლავ ხეები და ეკლიანი ბუჩქების ჩეხვა მოუწიათ აღმართ შეჭიდებულებს. გავეშებულ ნადირთა ღრენა ხრიალი ესმოდათ, თუმცა მოციქულებს ახლოსაც არ მიჰკარებიან. მთის წვერზე ხის ქოხს მიადგნენ. კარებთან მათე იდგა. ანდრიას დანახვამ უსაზღვროდ გააკვირვა მეზვერე. ხომ არ მეჩვენებაო, გაიფიქრა, მაგრამ როცა დარწმუნდა მართლაც ის იყო, სახე გაბადრული ხურვალეთ ჩაეხუტა. ეს ზაჰა, ჩვენი საძმოს წევრი, იესოსათვის თავდადებულია. მათემ დობით გადაეხვია ანდრიას თანამგზავრსაც. ალბათ ღმერთის ნებაა ეს შეხვედრა. სხვანაირად აქ როგორ მომაგნებდი, ან საიდან გეცოდინებოდა ჩემი სამყოფელი. იესოს ნებაა, მათე, იესოს ნება. ღიმილით ამცნო ანდრიამ. შინ შევიდეთ, დაღლილები იქნებით და მოშიებულები. აი ზუსტად გამოიცანი. დაუდასტურა პირველწოდებულმა და სახეზე ღიმილი გაუკრთა. მომცრო ხის მაგიდაზე, განიერ ფოთლებზე დაწყობილი შემწვარი ტახის ხორცი გამოუტანა მათემ. რადგან მასპინძელს ნანადირების გარდა სხვა არაფერი გააჩნდა, ბრინჯისა და თევზის ნაცვლად ნანადირებით დანაყრდნენ. გათანგულებსა და ჯუნგლებში გადახვეწილებს სხვა გზა აღარ ჰქონდათ. ანდრიამ სიზმარში იესოს გამოცხადების ამბავს მოუყვა. ისიც უამბო, რომ აქ მოსვლაში უცნობი მენახირე დაეხმარათ. აქაურობას უნდა დავაღწიოთ თავი და იერუსალიმში ჩავიდეთო, დაბეჯითებით არწმუნებდა. ასეთია ჩვენი მესიის და მოძღვრის ნება და ჩვენ არ ძალგვით ის არ შევასრულოთ. მათეს არაფერი უთქვამს, მხოლოდ ყურადღებით უსმენდა. მერე ადგა, კედელთან დაიჩოქა და ხურვალე დილოცა. ახლა სჯობს დავიძინოთ, ძალა აღვიდგინოთ. ხვალ კი დილიდანვე ვიმსჯელოთ, როგორ ვიმოქმედოთ.
დაყაბულდნენ მის რჩევას და 5 წუთში სამივენი ღრმა ძილს მიეცნენ. გამთენიისას ლეოპარდების ღრიალის ხმამ მოიცვა ჯუნგლები, უშველებელი, ჭრელი თუთიყუშების ჟღურტული მამლის ყივილს ანაცვლებდა. პირველი მეზვერე ადგა მზის ამოსვლისას და ცისკრის ლოცვა თქვა და შორი მოგზაურობისაგან დაღლილი მოციქულებით შეაღვიძა. მინდა დავილაპარაკოთ ძმებო, მიმართა მათ მათემ. ანდრია და ზაჰა დიდ წყლით სავსე ჯამთან მივიდნენ. პირი დაიბანეს და ისევ ლოგინზე დასხდნენ. აქ რომ ჩამოვედი, ჯოჯოხეთი აღმოვაჩინე დედამიწაზე. შვიდად დაიწყო მათემ. ადამიანები ერთმანეთს ცოცხლად ჭამდნენ, უმიზეზოდ ხოცავდნენ. მათი ულმობელი მეფე ფუბლიანე კი თავის მოკვეთის ბრძანებებს გუნება განწყობილების მიხედვით იძლეოდა. ყველგან წამების და გოდების ხმა ისმოდა. სისხლის გუბეები ტბებივით იდგა ქალაქში. ჯერ ჯუნგლებს შევაფარე თავი და ღია ცის ქვეშ მეძინა. მერმე ჩვენი მოძღვარი დამესიზმრა და მირჩია. მირმენში ვინმე პლატონი მოძებნე და ქალაქის ცენტრში ეკლესია დაასეთო. ამ კაცი ჭამიებში როგორ რანაირად წამოიძახა გაკვირვებულმა ანდრიამ. მე და პლატონმა ქვები მივზიდეთ, ხეები დავჩეხეთ, თოკები დავწენით და შენებლობა შეუდექით. კი მაგრამ პლატონს აქაურ კაცს სწამს იესოს მოძღვრება, დაეკითხა ზაჰა. ის რომაელი ვაჭარია და ხმელთა შუა ზღვის აფრიკელი. ჯერ მეკობრეებს მოუტაცნიათ გემიანად. მერე კი კაცი ჭამია ფუბლიანესთვის მიუყიდიათ დიდ თანხად. სათევზაო ნავების შეკეთება აწყობა სცოდნია რომაელს. აქ რომ ყველგან ტბები და ჯუნგლებია, ამიტომ თევზჭერითა და ნადირობით ირჩენს მოსახლეობა თავს. მოკლედ ფუბლიანე მივარაუდა. პლატონისნაირი კაცი რომ დასჭირდებოდა და რომაელი ტყვეც სიკვდილს გადაურჩა. მას ჯერა რომ ჩვენი მოძღვარი ღმერთის შვილია, ჩაეძია პეტრეს უმცროსი ძმა. დიახ, ჩემამდეც სმენოდა ნაზარეველის ამბავი და დიდად აინტერესებდა მისი ისტორია. მეც მოუყევი, გაუზიარე ცოდნა მისი ქადაგებების შესახებ. უთხარი რომ პირადად ვიცნობდი და მისი მოწაფეც ვიყავი. მერე ყველაფერი აინტერესებდა ანდრიას. იმ დღიდან გვერდიდან არ მომშორებია პლატონი. ეკლესიის მშენებლობა რომ დავიწყეთ, კაციჭამია მირმენელები გარშე მოგვეხვივნენ და მუშაობას არ გვაცლიდნენ. მაშინ თხოვე პლატონს რომ მათ ენაზე გადაეთარგმნა ჩემი ქადაგება და მეც ყოველდღიურად ვესაუბრებოდი იესოზე. და აღსრულდა ნაზარეველის სასწაულის ზემოქმედება. კაციჭამიები ყოველდღე თავს იხრიდნენ მშენებარე ეკლესიასთან, გაფაციცებულნი ისმენდნენ ჩემს თვითოეულ სიტყვას და მალე ხეების ჩეხვასა და ქვების მოზიდვაში დახმარების სურვილიც გაუჩნდათ. ცოტა ხანში ქვით ნაგები და ყავრით დახურული ეკლესია აღმართეთ მირმენში. უამრავი კაციჭამია მოუნათლე და სულიწმინდის მადლით გავაკეთილშობილე. იმ ხანებში ისევ ვიხილე იესო ეკლესიის წინ, მიწაში,
ლეხვის თესლი ჩაყარე, რათა გაიზარდოს ხე და ტკბილი ნაყოფი მოისხასო. ასეც მოიქეცი და იხარა ფოთლებ გაფურჩქნულმა და ნაყოფი დახუნძლულმა ხემ. პლატონს ეპისკოპოსობა მივანდე და ღვთის სამსახურში დავაყენე. სასიხარულო ამბავია, მეამაყები ძმაო, მაგრამ კაცი ჭამია ფუბლიანე როგორ შეეგუა ამ ყოველივეს. ვერაფერს გეტყვით. ჯერჯერობით მისგან ჩამი-ჩუმი არ ისმის. მიუგო თომამ თვითონაც გაკვირვებულმა. აქაურობას უნდა გავეცალოთ ძმაო, ამიტომ მოგძებნე. საამისოდ მომავლინა უფალმა, რომ იერუსალიმში დავბრუნდეთ. პლატონიც უსათუოდ თან უნდა გავიყოლოთ. არა, ანდრია, ჩვენ ეკლესიას ვერ მივატოვებთ. აქ სიკვდილია ჩასაფრებული მათე, ზრუნველად გააფრთხილა ქრისტეს პირველმა მოწაფემ. ეკლესიაში პლატონი მელოდება. ამ დღეებში უნდა ჩავიდე და ხალხის წინაშე ვიქადაგო. კაცი ჭამია, რომ ქრისტიანობას აღიარებს. მისი რწმენა ღმერთს გაუტოლდება. ვერ დავთმობ აქაურობას, ანდრია, ამ ხალხს ვერ ვუღალატებ და ვერ მივატოვებ. მესმის შენი, მაგრამ ისიც გაითვალისწინე, ღმერთის ნებით რომ ვართ აქ მოვლენილი, უნდა აღვასრულოთ მისი ნება. კაცი ჭამიებიც ღმერთის ნებით გაკეთილშობილდნენ. შენი მისია შესრულებულია. იესოს წინაშე პირნათელი ხარ ძმაო ჩემო, მაგრამ მეც მისი ხელდასხმით ვარ აქ ჩამოსული და ეკლესიაც მისი შეწევნით აშენდა. აქედან ფეხსაც არ მოვიცვლი ძმაო, შენც ნუღარ დამაბრკოლებ. ასე დასრულდა მათი საუბარი. 3 დღე კიდევ დაჰყვეს უკაცრიელ მთაზე მოციქულებმა და ქალაქისაკენ დაეშვნენ. მირმენის შვაგულში ქვის ეკლესიას რომ მიადგნენ, პლატონი სიხარულით გამოეგებათ. ეპისკოპოს ანდრია და ზაჰა წარუდგინა მათემ. 4-ვემ ეკლესიის წიაღში უფლის სადიდებლად ლოცვა აღავლინა. მერე პლატონმა ამცნო მათეს, რომ მეფე ფუბლიანეს შვილი ავსულს ყავდა შეპყრობილი და ნეკნების ტკივილით იყო შეღონებული. დედოფალმა მთხოვა მათესთან მიმაყვანინეო. მეფე ფუბლიანემ არად ცნო დედოფლის სურვილი. მეფე სალაშქროდ თუ სანადიროდ უნდა იყოს, რადგან არ გამოჩენილა კარგახანია. და რახან იგი ქალაქში არ არის, უმჯობესია ვეწვიოთ დედოფალს სასახლეში. ყველასათვის მოულოდნელად ასე გადაწყვიტა მათემ. მეორე დღეს დილა ადრიან მიაშურეს დედოფლის საბრძანებელს. შავკანიანი, დევივით უშველებელი ჯარისკაცები ქედმოხრით დახვდნენ მისულებს. სპილოს ძვლის ბოძებიანი საძინებლისკენ შეუძღნენ მოახლეები მოციქულებს. დედოფალი გამოეგებათ ზღურბლთან. 4-ვე დაიხარა. შეწუხებულმა დედამ სნეულ შვილთან მიიყვანა ქრისტეს მსახურნი. წოლარე გაუსაძლისი ტკივილისაგან იტანჯებოდა. შენ ყმაწვილო, იესო ქრისტეს სახელით გეუბნები, ფეხზე წამოდექი. მირმენის პრინც ერთბაშად სიმშვიდე მოეფინა სახეზე. თავისუფლად წამოიწია საწოლიდან და შვებით ამოისუნთქა.
დედოფალი დაემხო მათეს წინაშე და შეევედრა, შენს რწმენას მაზიარე. იმ დღიდან ფუბლიანეს ოჯახი გაქრისტიანდა. მთელი სამეფო შეძრა ამ ამბავმა. ზოგი ამბობდა, მონარქის სასახლეს ჯადოქარმა შეულოცაო. ზოგმა მთლად ეშმაკად მიიჩნია მათე, ხოლო ზოგიერთი გამძვინვარებული მოციქული შეჭმას მოითხოვდა. ეკლესიაში დაბრუნდნენ ქრისტეს მეომრები. ანდრია ბორგავდა, ხიფაც გრძნობდა და მეზვერე თანამოძმეს ემუდარებოდა, ამ ქვეყნიდან წავიდეთ, ძმაო. არა, ანდრია, მე აქ უნდა დავრჩე. მტკიცედ განაცხადა მათემ. სპარსეთიდან ეგვიპტემდე ურთულესი გზა გამოვიარე. ვინ იცის, რამდენჯერ მოვკვდი და გავცოცხლდი ამ პერიოდში. იესოს ყოვლის შემძლეობის წყალობით, ნილოსით დიდი ტბების მიდამომდე მოვაღწიე. ამ მიწაზე პირწმინდად მოვიხადე ჩემი მოვალეობა. ჯოჯოხეთში შემოვედი და კაცი ჭამიებს ვუქადაგე. ღმერთის შემწეობით მათ ქრისტე შეუყვარდათ. ეს სასწაული თავად განვიცადე და ჩემი თვალით ვიხილე. უფალმა მომადლა, რათა ჩემი ხელით ეშმაკებზე სული წმინდა გადმოსულიყო. ამიტომ ღმერთთან ყველაზე ახლოს აქ მირმენში ვარ. მე ამ ადგილს არ დავტოვებ, ანდრია. შენ ღმერთის ნება უკვე აღასრულე. გაანულე მისგან მითითებული გზა და ჩემთან მოხვედი. ასე რომ ახლა ჩვენი დამშვიდობების ჟამმა მოაწია, ძმაო. მათე პირველწოდებულს გადაეხვია. ზაჰაც ჩაეხუტა მეზვერე მოციქულს. მერე კი ორივენი გამოემშვიდობდნენ ეპისკოპოს პლატონს. ანდრია თავის თანამგზავრთან ერთად ეთიოპია ნილოსის გავლით იერუსალიმში დაბრუნდა. სევდას მოეცვა პეტრეს უმცროსი ძმა. საღვთობისია ბოლომდე რომ ვერ შეასრულა და სინდისი ქენჯნიდა. წინათ გრძნობა ტანჯავდა. სასახლეში დაბრუნებულ მეფე ფუბლიანეს ნაზარეველის მოძღვრებაზე მოქცეული ცოლშვილი რომ დახვდა, კინაღამ ჭკუიდან შეიშალა. ჯერ ხომ ხანჯალით დაკლა ჯარისკაცები, როგორ გაბედეთ ჯადოქრების სასახლეში შემოშვებაო. მერე ძლივს განკურნებულ შვილს ცემით კინაღამ სული ამოხადა. გამძვინვარებულმა ბოლოს ეკლესიაში ჯალათები გაგზავნა. ოჯახის წამბილწვალთა შესაპყრობად. ცხენებით შეცვივდნენ ტაძარში წარგზავნილები. საკურთხეველი წაბილწეს. ორივე მათე და პლატონი კაციჭამიათა მონარქს მიჰგვარეს. რომაელი გაუშვით, არ მჭირდება. ზიზღით განაცხადა ფუბლიანემ. მეფემ უშველებელი კოცონი ააგიზგიზა. ცეცხლში წინასწარ ჩასობილ ბოძზე მათე იყო გაკრული. იწვოდა მოციქული. ცოცხლად იფუფქებოდა, მაგრამ ხმას არ იღებდა. უცებალი მინელდა და კოცონი ჩაქრა. გაოგნდა ფუბლიანე. შეშინებულ ჯალათებს გადახედა, რომლებიც ღმერთის ხელს ხედავდნენ ამ ყველაფერში. მიეთრიეთ ბოძთან და თავიდან შეუკეთეთ შეშა, ღრიალებდა მეფე. ასე მოიქცნენ, მაგრამ ჩამქრალ ცეცხლთან მიახლოებისთანავე რამდენიმე მათგანი წამში დაბრმავდა.
ჯადოქარია მათეს ღმერთი. გაიძახოდნენ კაციჭამია მირმინელები და თავქუდ მოგლეჯილი გარბოდნენ. მაშინ გამწარებულმა მეფემ თავა დაიღო ცეცხლმოკიდებული ჯოხი და მინავებულ შეშაზე დააგდო. თავიდან ავარდა და გაძლიერდა ცეცხლი. ავარვარებული ბოძი ძლამდე მისწვდა მათეს. სასწაული იყო, მაგრამ თავდადებული მოციქული ისევ ცოცხალი გახლდათ. მეფე თვალებს არ უჯერებდა. ასეთი საოცრების მომსწრე პირველად გამხდარიყო. ღმერთო, გემუდარები, წამიყვანე შენთან. ძლივს წარმოთქვა იესოს მოწაფემ და მისი თხოვნა უმალ აღსრულდა. ბოძიდან ჩამოხსნილი ცხედარი ძირს ფრთხილად დაასვენებინა ფუბლიანემ. მეფე მიმხვდარიყო მეზვერე სასტიკი აღსასრულით ხელშეუხებელი სიწმინდე რომ გათელა. თითქოს მთელი სატახტო თავზე ჩამონგრეოდა მონარქს. გაუბედავად მიუახლოვდა გვამს და დიდხანს სინანულით დახურებდა. უსამართლოდ დახოცილი ხალხი, ხრეობებზე შეჭმული ადამიანები, სიკვდილისათვის განწირული ოჯახები, ყველა მისი წარმოუდგენელი ცოდვა თითქოს მათეს სხეულში მოქცეულიყო. მის თვალწინ რომ განისვენებდა და თითოეულ ჩადენილ ბოროტებას ერთმანეთის მიყოლებით ახსენებდა. გულდამძიმებული მეფე იქვე ჩამოჯდა და ადგილიდან ვეღარ იძრა. თქვენო უდიდებულესობავ, რა ვუყოთ ჯადოქრის ცხედარს? შებედა მას ერთ-ერთმა მცველმა. ის ღმერთის კაცი იყო. ჩვენ კი უპატიებელი შეცდომა დაუშვით. ის ღმერთის კაცი იყო. ჩვენ კი უპატიებელი შეცდომა დაუშვით. თქვა დამწუხრებულმა ფუბლიანემ და ნელა წამოდგა. განცვიფრებულმა ხელქვეითებმა აღარ იცოდნენ რა ექნათ. ასე დადარდიანებული ფუბლიანე აქამდე არც არასოდეს ენახათ. რკინის მოოქროვილი სარკოფაგი მოიტანეთ და გარდაცვლილი ჩააწვინეთ. მერე ტივზე დაასვენეთ და ტბის ფსკერზე ჩაუშვით. ხმადაბლა ბრძანა მონარქმა. დაბრმავებულ ცეცხლის მომკიდელებს მიხედეთ. ღმერთის მრისხანებამ დაუკარგა მათ თვალის ჩინი. მერე შავ ბედაურს შემოახტა მეფე და სასახლისაკენ გაქუსლა. დღეები ისე გავიდა, საძინებლიდან არ გამოსულა. შვილი იხმო და დაწვრილებით გამოჰკითხა მათეს მისulis ამბავი. დედოფალსაც ჩაეძია, ჩემს დაუკითხავად, რამ გაგაბედინა გაქრისტიანებაო. ჩემი თვალით რომ ვიხილე შვილის სასწაულებრივი განკურნება, იმან გამაბედინაო. უყევად განუცხადა დედოფალმა. მეფე ადგილს ვერ პოულობდა, აქეთ-იქით აწყდებოდა და ვეღარ იძინებდა. მერე უფლისწულის ოთახის კარი შეაღო და ცემისათვის შენდობა ითხოვა. მაპატიე ყველაფრისათვის, მაპატიე ყველაფრისათვის,
მაპატიე ჩურჩულებდა უწინდელი გულქვა და მრისხანე ფუბლიანე მერე სასახლის ეზოში გაიჭრა დრაკონის ღვთაებასთან დაიჩოქა მაგრამ გულითა და გონებით სხვაგან აღმოჩნდა სხვა სინანულს და შეწყნარებას ეძებდა მისთვის უცხოსა და გაუცნობიერებელს მაგრამ ამავე დროს ძლივს მიგნებულს და ახლობელს ვინ იყო ნაზარეველი როგორ იკრებდა აკეთილშობილებდა და კურნავდა მისი შეწევრით მათე ადამიანებს დიდო მეფეო თქვენო აღმატებულებავ შემოესმა ხმა შორიდან ახლოდან რომ დააკვირდა დარაჯთა უფროსი შეიცნო ხომ შვიდობაა რა ამბავია გაეპასუხა ფუბლიანე ტბაში ჩაძირული მათე სარკოფაგი ისევ ნაპირთან იპოვნეს შეულახავი თითქოს წყალი არ შეხებოდეს დარწმუნებული ხარ რომ სიმართლეს ამბობ შეაჯანჯღარა უცნაური ამბის მომტანი ფუბლიანემ თქვენს დიდებას ვფიცავ როგორც ახლა მოგახსენეთ ზუსტად აგრეა გულახდილად ამოილუღლუღა მცველთა უფროსმა ცხედარი გახსენით სარკოფაგი დიახ მეფეო პლატონ ეპისკოპოს უზრუნვია და მიცვალებული ეკლესიის ეზოში წაუსვენებია მერე კი იქვე დაუკრძალავთ უხლებზე დაემხო მეფე და ხელები ცაში აღაპყრო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მეცოდვილი სახური ახლა მეფის ქმედებამ გააოგნა და ხმაგაკმედილი შესცქეროდა ეკლესიაში მიაკითხა პლატონს ეულად მხლებლების გარეშე იყო მეფე ეპისკოპოს თავდაპირველად ეგონა ახლა კი დაუსჯელი ვეღარ გადავრჩებიო მაგრამ ფუბლიანე ამალის გარეშე რომ იხილა შვებით ამოისუნთქა მომიტევე თუ შესაძლებელია და თქვენი რჯული მიმაღებინე მაგას ვერ ვიზამ ახლა უმჯობესია სასახლეში დაბრუნდეთ მეფეო გაბედულად მიუგო პლატონმა და ტაძარში შევიდა დამწუხრებული უხმოდ დაბრუნდა შინ მირმენის mbრძანებელი პლატონმა წირვა გვიან დაასრულა და მოსასვენებლად წამოწვა უცნაური სიზმარი იხილა რომაელმა ცაში ანგელოზი დაფრინავდა რომელსაც მეფის ოქროს გვირგვინი ამკობდა მონათლე იგი და დაარქვი მათე ბრძანა მან მერე კი ტრედად გადაიქცა და ღრუბლებში გაუჩინარდა მეორე დღეს სასახლეში აფრინა მრევლიდან ორი კაცი ეპისკოპოსმა მეფის ხილვა სურსო პლატონსო ამცნეს კარისკაცებს ფუბლიანე დაუხანებლად გაეშურა ტაძარში პლატონმა იგი ქრისტეს სახელით მონათლა და იმ წამიდან ეწოდა მას მათე მირმენის კაციჭამია მონარქი რომელმაც იესოს საყვარელი მოწაფე კოცონზე დაწვა ნაზარეველის რჯულზე მოაქცია ეს იყო ალბათ
გარდაცვლილი ადამიანის კუდრეთით აღდგომაზე დიდი სასწაული. ეს იყო დასტური იმისა, რომ ეშმაკსაც ეძლევა შესაძლებლობა მოექცეს. დემონსაც შეუძლია ანგელოზად გარდაიქმნას, რადგან ქრისტიანობაში გულწრფელი სინანულის ძალა უკიდეგანოა. გავა წლები და პლატონის წუთისოფლიდან გასვლის შემდეგ ეკლესიის ბრელს შეეგებება მოძღვარი მათე, რომელიც თურმე უწინ მირმენის გულქვა და სასტიკი მეფე ყოფილა. ნოდარ მაჭარაშვილი, გალილეველი მეთევზე. პროექტი მომზადებულია სტუდია კოცის ბაზაზე, რადიო კინოს შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია.